ლექციას ვატარებთ სახელმწიფო დაუმორჩილებლობაზე, ბოიკოტზე და წინააღმდეგობაზე. ანუ ასეც ახლა ვაკეთებთ, მაგაზე ვატარებთ ლექციას. კიდევ ბევრი დარბევა იქნება და ამათი დარბევაც მალე იქნება, მე ვფიქრობ. პარლამენტის წინ არ არის აუცილებელი მოხდეს რევოლუცია, მოედანზე მოხდა, თავისუფლების მოედანზე მოხდა უკრაინაში და ეს ბრძოლა კონკრეტულად პარლამენტის წინ არ არის ესე განსაზღვრული. კონკრეტული ლოკაცია უნდა ავიღოთ და გავამაგროთ წინასწარ რა. რომ აი, როდესაც ხალხი დაიწყებს დაშლას, გადაწევას, იქ უკვე ბარიკადები არსებობდეს და ესენი რაღაცას გვესწრიან, მაშინ პარალელურად არ ვაგებდეთ რა. სასურველი იქნება, რა თქმა უნდა, რა ქვია იმას, მავთუხლართები რა. იმიტომ რომ მაგათი გაჭრა გარღვევა ძალიან რთულია. ჩვენ ამდენიმე ფარი ავაწყეთ, ფარით ამ ფარზე რო გქონდა აქცია და იქ დეტალურად ვასწავლეთ და ვაჩვენეთ, მაგრამ თუ საჭიროა ხელახლა გაჩვენებთ თვალსაჩინოდ როგორ უნდა ავაწყოთ რა. ძალიან მნიშვნელოვანია მაიდანზე გქონდათ გზის ჩახერგვის უფრო რადიკალური გზებიც არსებობს, რომელიც ჯერჯერობით ამ ეტაპზე აუცილებელი არ არის, მე ესე ვფიქრობ, მაგრამ დღითი დღე აი ალბათ რამდენიმე დღეში უკვე ეგეც საჭირო იქნება, უბრალოდ ეგეც მაგასაც დამზადება ჭირდება რა და დარწმუნებული ვარ ყველა ხვდებით, რაც არის, უბრალოდ არ დავასახელებ ახლა ლაივში, რომ ვინმე არ მომედავოს სამართლებრივად. აი, სადაც ბარიკადები აწყობილია, იმის წინ აუცილებლად უნდა იყოს რაღაც ეკლიანი, ლურსმიანი დაყრილი იმისთვის, რომ ტექნიკას გაუჭირდეს მოახლოვება. უკრაინაში იყენებდნენ ზეთს, ნებისმიერ ზეთს, იმის რა ქვია, მანქანის ზეთსაც, ჩვეულებრივ საკვებ ზეთსაც ბოთლებში ჩაასხამდნენ და ყრიდნენ. კამერები რო არის, რაიმე უნდა მოუფიქროთ. უნდა დავფაროთ ის კამერები, თორემ შემდგომ ძალიან დიდ პრობლემებს ქმნიან. ქაფით შეიძლება დაფარვა, საღებავის ის რა paintball-ის იარაღითაც შეიძლება დაფარვა, აუცილებელი არ არის მოტეხვა. თავდასხმას რაც შეეხება, ეს იყო თავდაცვის მეთოდები. თავდასხმას რაც შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა პიროტექნიკა. ოღონდ საჭიროა უფრო დიდი სახის, რადგან პატარა უფრო ვიზუალური ეფექტის არის. პიროტექნიკა შეიძინეთ ინდივიდუალურად. რადგან ვიღაცამ რო ასე ჯგუფურად დაიწყო შეძენა, ეგრევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ეგრევე აიყვანენ და ქვები რა თქმა უნდა რა, როდესაც თავდასხმაზე გამოდიან, ერთადერთი ვარიანტი არის ქვები. ჩვენ ამას ახლა ვეცდებით ჩამოვწეროთ და სხვა ვიდეოს სახეებითაც ავაწყოთ, რომ ადამიანებს ქონდეთ ამის პრაქტიკული გამოცდილება. მეორე არის 29. საჭიროა იმისთვის, რომ კარად იყოს დაფიქსირებული. ვერავინ ვერ ჩაგახტება ხელში, ვერავინ ვერ წაგარდა. ახლა გაითვალისწინეთ რა. ბანერი ნამხარესად გვიჭირავს. ლურსმერს იმ მიმართულებით უშვა. მომეც ეს რა შეიძლება? ანუ დაადეთ ხელს და გაითვალისწინეთ ხარეს რა.
ესენი თავისი გარდაულა. ეს მიწიგები გარადნო მამარგიჟაბი. არა, მამარგიჟაბი მოხდება. ესეთი რაღაცა. ის მამაკაცი დაიწყო. იმათო დაივაპირებდა და როგორი თემა ამას სადაც შენებლობები სადაც. ალადის სოციალური მაღაზიებია. ერთი პროგრამიანი სტრიქი ბენზინი მიაშკი და ციгарეტის ბიჭოქი მიაღწია დაიარეთ. სანამ ამას ხომენდა შეიძლება ესენი ვერ გააპარტყალე და იგე რომელ რესტორანში დადია, რომელ კაფეში დადია, ისთან დადია და იქ უნდა იქ იმათ უნდა მიაწვა და მიაწვა ბოლოს. და იქ 200 კაცი და ჩახოდეს ზემოთ. და 200 კაცი კი კაცი ეკეთა შემოგვიგები სადაც. ამათი გზები გადი 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 აი ეს შემოგვიგები მიგდ ისევ ხალხი სადაც აღწევს ხალხი არის ყველა ფორმა უნდა გამოიყო. ამაზე გადავარდა მოტო აი ბოქსერი აირევა ეს არის თუ გაიარე იქა 14-დან უნდა გამოვიდო ყველა მაგარები. ნები მორეთო აფრენი აი მაშინ ცოტა ის გაური მე კანისტრა კანისტრა ჩანდა ეს რო გაივli აქედან ჯიპი და იმას კენი ბაგი გესწავლე ბატო ესე და მიასხი და მეორემ გამოიარე ბიჭოკი გადააგდო ხუიმოზნაი რავი მე გამოიარე სიგარეტი გადავაგდა როგორ არ უჩე ხომის გაურიე ცოტა აი გინოპლასტი უარი აკუნა მოა გინოპლასტი ბენზინი ადროს იმას და მე რო გააწყო როგორ რაღაცა ეინა აუნა განი ახალწლების რამე და ახალწელი უნდა ვიცე იმო ახალი გაურები მაგის